სკოდა დენილთა ერთ-ერთი ჩასახლება. იძულებით გადაადგილებული ადამიანები აქ 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ დღემდე ჩვეული რიტმით ცხოვრობენ. საომარი მოქმედებები და მისგან გამოწვეული სტრესი თანდათან დავიწყებას ეძლევა და ყველაფერი კეთდება იმისთვის, რომ აქ მაცხოვრებელმა დევნილებმა თავი ნორმალურ გარემოში იგრძნონ. ყოველ შემთხვევაში ესაა მთავრობის პრიორიტეტი. იძულებით გადაადგილებულ პირებს შორისაა ერედვის მუნიციპალიტეტის საფინანსო საბიუჯეტო კომისიის თავმჯდომარე გია ქრისტესიაშვილი, რომელიც სკოდაში ისევე ცხოვრობს, როგორც სხვა დანარჩენი დევნილი ადამიანები. მისი ინფორმაციით, ისევე როგორც სხვა ჩასახლებებში, სკოდაშიც აქტიურად ხორციელდება არაერთი სახის პროექტი. არსებული პრობლემების მოგვარების მიზნით სხვადასხვა სახის სამუშაოები მიმდინარეობს. ერთ-ერთია წყლის საკითხი. აქ მაცხოვრებლებს წყალი დღის განმავლობაში გრაფიკით მიეწოდებოდათ, რაც მათთვის ყველაზე მთავარ პრობლემას წარმოადგენდა. წყლის სისტემის რეაბილიტაცია უკვე დასასრულს უახლოვდება და ეს საკითხი დევნილ ოჯახებს აღარ შეაწუხებთ. დამატებითი წყლის რეზერვუარების მონტაჟი მიმდინარეობს შაუმიანის ჩასახლებაშიც. მაგალითად კორპუსებში მეოთხე სართულზე ვერადიოდა უკვე წყალი, სასმელი წყალი უკვე ჭირდა იქ და ამ პროექტის განხორციელების შედეგად უკვე მიეწოდება სუყოლის სასმელი წყალი. მიმდინარე სამუშაოებში უშუალოდ დევნილი ადამიანები არიან დასაქმებულნი. პროექტი 100,000 ლარითაა დაფინანსებული. რაც იქნება მუშაობაც. გარდა პრობლემების გადაჭრისა სხვა მნიშვნელოვანი და სასიკეთო საქმეებიც კეთდება. სულ მალე სკოდაში ფუნქციონირებას კულტურის სახლი დაიწყებს, სადაც საჭიდაო დარბაზიც განთავსდება. ამორტიზირებული შენობის სარეაბილიტაციო სამუშაოებს არასამთავრობო ორგანიზაციები SIDA და CNFA აწარმოებენ. 56,000 ლარს სოფლის პროგრამის მიხედვით 17,000 ლარი და ერედვის მუნიციპალიტეტის გამგეობის ბიუჯეტიდან გამოყოფილი 20,000 ლარიც დაემატება. ყველაზე კაპიტალური შენობა და ასეთი აღდგენა შეიძლება და გაკეთება. ამ შენობაზე მიდგა უჩერედი ICF-ი არასამთავრობო ორგანიზაცია, რომელმაც აუგუთხეს დახმარება ყველანაირად გვეჩდაგვიდგნენ ადგილობრივი მუნიციპალიტეტითა და ჩვენი ძალებით უნდა გავაკეთოთ კულტურის სახლიც იქნება ცენტრი, აქ იქნება ასევე საჭიდაო დარბაზი. დაგეგმილია ასევე ატრაქციონებისა და მინი სტადიონის მოწყობაც. გასართობის საშუალებების მწყობრში მოსაყვანად უკვე გამოიყო თანხა 23,000 ლარის ოდენობით. Alienați mult. Რომ შეგვიძლია გართობა და თამაში. მანქანებიც აყვა ეს ჩარჩოები, შიტები რო ქვია, ეს სეტკები იკრიფებათ ის გვაქვს ადგილი, სადაც მოა გამზადებული და მარტო ჩავაყენებ, ჩავადობებ. დაგეგმილი და განხორციელებული სამუშაოებით დევნილი მოსახლეობა კმაყოფილებას გამოთქვამს. ხელისუფლება კი მათ პირდება, რომ უყურადღებოთ მათი მხრიდან თავს ისინი არასოდეს იგრძნობენ და შესაძლებლობებიდან გამომდინარე მაქსიმალური გაკეთდება ამ ადამიანების ცხოვრების გალამაზებისა და გამრავალფეროვნების მიზნით.